დილამ შვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუს რომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეფასებას კი დღეს პაატა ზაქარიაშვილთან ერთად დავიწყებთ შანტაჟი რომელსაც ჩვენზე გავლენა ვერ ექნება ასეთია ევროკომისიის წერილზე ქართული ოცნების პასუხი რაც ალბათ უნდა ნიშნავდეს იმას რომ მმართველი პარტია აგვისტოს ბოლომდე არანაირი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს რაც დაკარგავს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით დღესაც ამ თემით დავიწყებთ თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვიერთდება გადავხედოთ ბოლოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან ნიგერიის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, ყაზახეთის და ინდოეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქ დობროპოლიეში მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27. განადგურებულია 50-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი და 10-მდე საცხოვრებელი სახლი. დრონებით თავდასხმა იყო ნიკოპოლზე, დაშავებულია 3 მეხანძრე მაშველი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე. მაშასე ეს არის დღის ნიუს რომი კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს პოლიტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ პაატა და მადლობა რომ გვესტუმრეთ მოგესალმებით მესწავლებით ჩვენს მაყურებელს ბატონ პაატა ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლას ემუქრება საფრთხე კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადა ქართულ ოცნებას აგვისტოს ბოლომდე აქვს მიცემული ამიტომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე დავიწყოთ სწორედ ამ თემაზე საუბრით ევროკომისიის მიერ დადგენილ და დაწესებულ დედლაინზე ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები უკვე მოვისმინეთ მართლ გუნდში ამბობენ რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი თუმცა არანაირ манипуляციას მათთან აზრი არ აქვს. აი რას ნიშნავს ეს პასუხი და ეს იყოს მოდით პირველი კითხვა. ეს პასუხი ნიშნავს თუ არა იმას და უნდა გავიგოთ თუ არა ისე რომ ქართული ოცნება აგვისტოს 31-მდე არანაირი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. თქმა უნდა ჩვენ არამედ და თქვენ ბუნებრივად საზოგადოებრივ შევთანხმდეთ ჩვენ გვჯერა რასაც ამბობს ქართული ოცნება ყოველთვის გვჯერა თუ არ გვჯერა რომ ქართული ოცნება რომ პოლიტიკოსები ზოგადად და არც ქართული ოცნება არ მიყვებიან თავის სიტყვებით ისინი თავის პოლიტიკას ან ფარავენ ან ამართლებენ ან ხსნიან პოლიტიკას ესე არის ყოველთვის ამიტომ არსებობს ეს თქვენ ეს გადაცემა როგორც თქვენ გაქვთ პოლიტიკური გადაცემები ექსპერტები არსებობენ ჩემი ტიპის სხვა ტიპის რომლებიც ცდილობთ აუხსნათ რა იმანება ამ საუბრის უკვე და პოლიტიკა არასდროს არ არის საუბარი პოლიტიკა არის ქმედება მოქმედება მოძრაობა და საუბრები ან ხსნიან რაღაცას ან პირიქით ფარავენ რაღაცას ქართული როცა არჩევს არჩევნები ნებისმიერ სახელმწიფოში მათ შორის ავტორიტარულ სახელმწიფოებში კიდევ უფრო მეტად როცა არსებობს არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში ყველაფერი გროვდება საარჩევნო ყულაბაში. ანუ რამდენად გამომადგება მე საარჩევნოდ ან არ გამომადგება ვაგდებ, ვაკრიტიკებ, გამომადგება ვიყენებ და ამიმართულებით მაქვს უფრო სერიოზული მოძრაობები. ამიტომ ქართული ოცნება რასაც ამბობს, ყველაფერი არის ბლეფი და წინასწარ უნდა ჯვარი დაუსვათ, გადავაგდოთ. ჩვენ უნდა უყურებდეთ რას აკეთებს ქართული ოცნება და ქართული ოცნება აკეთებს შემდეგს. ის მიდის ადგილობრივ არჩევნებზე. მისი მთავარი ამოცანაა, მას დაბრუნებული აქვს თვალები, დაყურებული აქვს ყურები ყნოსვით მიდის არჩევნებისაკენ მხოლოდ ინსტინქტის დონეზე მოქმედებს და მას ჭირდება როგორმე ძალაუფლება მიიქცვისოს არჩევნების ადგილობრივ არჩევნების შემდეგ და შემდეგ 3 წელი აი იქნება სუფთა პოლიტიკა ქართული ოცნების დაიწყება ოქტომბრიდან ანუ ნოემბრიდან და წლის ბოლოს 26 წელს უკვე პრაქტიკულად სხვა ეს იქნება ქვია რეალობა იქნება ნამდვილი ქართული ოცნების პოლიტიკა დღეს არის ხელოვნური იმიტომ რომ მას ყელშია გაჩხერილი ეს ადგილობრივ არჩევნების კონსტიტუცია ავალდებულებს და ბარემ მოდი რა კი კონსტიტუცია ავალდებულებს მოდი ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ ამას ოპოზიციამ დაუთმო მოედანი მთლიანად და პრაქტიკულად მისთვის თავი ამოცანა რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე რათა ეფექტურად მოიგოს არ გააყბოს აი მე დაიწყოს ლაპარაკი ამ საკითხებზე ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებამდე მივა ევროკავშირი ეს გადაწყვეტილება რამდენად აწყობს რაც ევროკავშირმა დაუდგინა თან წერილია დაუდგინა აგვისტოს ბოლო მე რიწყება სექტემბერი და 4 ოქტომბრის არჩევნებია ერთი თვეა ანუ აგვისტოს ბოლოს თუ
არ შეასრულებენ არანაირ პირობას გეთანხმებით. შემდეგ ევროკავშირი უცებ კი არ გეჩეწყოთ ვიზის ლიბერალიზაციას. შემდეგ ეს წავა წერილი უკვე კომისიაში და კომისია დაიწყებს მსჯელობას. მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბერში იქნება ყოველწლიარი ანგარიშები საქართველოზე. იქნება ანგარიში ჩაიწერება რომ მათ რა ქვია არ შეასრულეს პირობები და სადღაც ოქტომბერ-ნოემბერში მოხდება ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება. ვერ მოესწრება. თუ ანგარიში არ იქნება ანგარიშის შესაბამისად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ ნებისმიერი მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილება მოხდება მხოლოდ არჩევნების შემდეგ. ეს კარგად საქართველოს ხდება. ეს ბედი ეწევა იმას მეგობრობის აქტს ამერიკაშიც. ისე არ გაწელილი 90 დღეში, ჯერ კიდევ ხელი არა მოწერილი, ჯერ სენატს არ მეუღია. მე ხელი უნდა მოაწეს პრეზიდენტმა და შემდეგ ხელმოწერიდან 90 დღეში, 3 თვეში. ვერც ეს ესწრება. ვერც ეს ესწრება, ვერანაირად. ანუ რეალიზაცია ვერ ესწრება. ეს ძალიან ფარისევლურად, ძალიან გარეწრულად იცის ეს ქართულ ოცნებამ. ამიტომ შვიდად მიყვება მას, როგორც კი არჩევნები ჩატარდება, ის გამოუშვოს პატიმრებს, ესეც ჩანს ლოგიკა, ამდენი პატიმარი მას არ ჭირდება. ტემპერატურას დასცემს არჩევნების შემდეგ, თავარია ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, თავარია ბოიკოტმა იმუშაოს, რათა თქვას მე ნახოთ, მე არ გამიყალბებია, მე ნორმალური ავტორიტარული რეჟიმი ვარ. არათარ პრეტენზია არ იქნება, რომ დემოკრატიული ვარ, არა. ნორმალური ზომიერი ავტორიტარული რეჟიმი ვარ. სხვაზე უარესი არაფრით არა ვარ. პატიმრებს გამოუშვებს, ამოისუნთქავს ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკაშიც და რომ აი პატიმრებს თქო ყველაზე მძიმე თემა. ამიტომ ასე საზეზგრად, ამორალურად ექცევიან დღეს პატიმრებს. ასე აწვალებენ სასამართლოებში, რათა საზოგადოებაში გაზარდონ ტემპერატურა, რათა როგორ შეიძლება ასეთ არჩევნებში მონაწილეობა. ძალიან კარგად, ყველაზე გონივრულად თუ ვინმე იქნება დღეს საქართველოში, ეს არის ქართული ოცნება. შვიდად წყნარად თავის ამოცანებს ასრულებს და ანგრევს, რა თქმა უნდა, გარშემო ყოველგვარ დემოკრატიულ საფუძვლებს. ბატონ ბატა, ეს ყველაფერი როგორ ხედავს ქართული ოცნება იმ პროცესებს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ახლა ევროკომისიის წერილს მინდა ისევ დავუბრუნდეთ და უკვე რაც შეეხება იმ რეკომენდაციებს, რომელიც ქართული ოცნების მისამართით გამოსცა ევროკომისიამ და ჯამში 8 ნაბიჯზეა საუბარი, მათ შორის მოთხოვნილია გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, ასევე შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBT პირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნე, ესე ვთქვათ, ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს რეკომენდაციით მიმართავს ევროკომისია ქართულ ოცნებას. ახლა თვითონ მმართველი პარტიის განსაკუთრებული წინააღმდეგობა აი სწორედ აღნიშნული კანონების გაუქმების მოთხოვნას ახლავს და მოკლე ამონარიდი ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებიდან ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ ქართული ადათ-წესები, წინაპრები და ისტორია დაივიწყეთ. აი სწორედ ასე კითხულობენ მმართველ პარტიაში გაუქმების ამ კანონების გაუქმების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციას. რამდენად ბევრს ითხოვს ევროკომისია და მეორე მხრივ იქნებ ახსნად რატომ არიან ევროპელი პარტნიორები ასეთი პრინციპულნი და მომთხოვნი, რომ ქვეყანაში უმცირესობების ჯგუფები იმაზე მეტად იყვნენ დაცული, ვიდრე ეს არის დღეს. არა. თუ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერეთ თანასწორ საქართველოს მოქალაქეები თანასწორნი არიან კანონის წინაშე. ყველა თანაბრარი არის. არავინ არ ითხოვს მარტო LGBT საზოგადოების უფლებების დაცვას. უბრალოდ ისინი ყველაზე დარწმუნის ქვეშ არიან დღეს. და ამიტომ ამით ედიღვება საქართველოში თანასწორობის პრინციპი, რომელიც კონსტიტუციით გაქვს აღიარებული. შენ ამ დროს გარდა იმისა, რომ კონსტიტუცია აღიარებული გაქვს, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე თანასწორია, მიუხედავად ყველაფრისა, ქესისა, ქონებისა, ეროვნებისა, რელიგიურობისა, ყველა ჩამონათვალი არის მთლიანად, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია. შენ არ გდობ საქართველოს კონსტიტუციას. ეს ჯანდაბა შენი თავი. მეორე არის, რომ შენ გიწერე კონსტიტუცია, შენ ჩემთან მოდიხარ, ჩემსკენ მოდიხარ. ევროკავშირში მოდიხარ. მესამე, შენ გააკეთე განაცხადი, რომ ევროკავშირში შესვლა გინდა. მეოთხე, შენ მიიღე უარი არ გითქვია კანდიდატობის სტატუსზე. ანუ მთლიანად გადაერთე ევროპულ სტანდარტებზე და უცებ შენ ევროპულ სტანდარტებს არ ღვევ. არა მარტო შენს კონსტიტუციას არ ღვევ, რაც ჯანდაბაზე ზაქონია უამრავი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, აფრიკაში და სხვაგან ლათინურ ამერიკაში, რომელიც თავის კონსტიტუციას არ ღვევენ და ჩვენ სულ არ გვადარდებს ეს. შენ ევროპის გზაზე მდგომი სახელმწიფო, ჩვენ ევროპას გვაბიტურებ. ჩვენ გვატყუებ, თვალშინაც არს გვაყრ. ამიტომ მიუღებელია, ამიტომ ევროპის რეაქცია საქართველოს მიმართ უფრო მკაცრია, ვიდრე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. ყაზახეთი იქნება თუ უზბეკეთი იქნება თუ თურქმენეთი იქნება, თუ ისინი არ მიდიან, ისინი არ იტყუებიან. ისინი არ ამბობენ ჩვენ ევროპაში მივდივართ. ჩვენ ვამბობთ ევროპაში მივდივართ. ამიტომ თქო და სიმკაცრე უფრო მეტი იქნება. ძალიან კარგად მახსოვს, როცა ბულგარეთი და რუმინეთი მიდიოდნენ ევროკავშირში
და საქართველოს კი ეთამაშებოდა ევროპას, არავითარი ევროკავშირის ლაპარაკი არ იყო, ჩვენს მიმართ იყო ძალიან კეთილგანწყობილი ევროპა და ბულგარეთში და რუმინეთში არსებული ეს შევრანძის პერიოდია. იქ იყო სასტიკად ებრძოდნენ კორუფციას. მე ვამბობდი ხალხო, ჩვენთან 1000 ჯერ უფრო მძიმე კორუფცია, ჩვენ ხმას არ იღებენ და ესენი ევროპელები პასუხობდნენ, იმიტომ ისინი ევროპაში მოდიან. თქვენ არ მოდიხართ, ამიტომ ჩვენ არ გვინდა ბინძური ელემენტები მივიღოთ ევროპაში. ზუსტად ისაც ხდებოდა შევრანძის დროს ბულგარეთსა და რუმინეთის მიმართ, დღეს გადმოვიდა ჩვენთან. გადმოვლახა შავი ზღვა. დღეს უკვე ჩვენს მიმართ არის ამ კაცები. ბატონ პაატა, რაც შეეხება დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს თუ აქციის მონაწილეებს, ქართული ოცნება ხაზს უსვამს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში დაპატიმრებულთა შესახებ არაფერი წერია და მართლაც მათ შესახებ პირდაპირი ჩანაწერი ნამდვილად არ არის, მაგრამ ნათქვამია რომ უნდა მოხდეს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს ჩანაწერი რამდენად ასე ვთქვათ მოიაზრებს დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსა და აქციის მონაწილეებს და მაშინ მეორე მხრივ ასე ვთქვათ რატომ არ არის პირდაპირი ჩანაწერი იმის თავაზე რომ მოხდეს იმ ადამიანების გათავისუფლება, რომელთა დაპატიმრებაც პოლიტიკურად მოტივირებულად გასცდა. კითხვა, ეს ერთ-ერთი ცენტრალური კითხვაა. მე მგონი რომ გარიგება არსებობს უკვე და ქართულ ოცნებას აღებული ვალდებულება რომ არჩევნებამდე რაღაც ნაწილს გამოუშვება. გარიგება ევროკავშირსა და ქართულ ხო, ანუ შეთანხმება, კი ბატონო, გარიგება უკვე ტრამპა ეს იოლად შემოაგდო სიტყვა პოლიტიკაში. შეთანხმება ქართულ ოცნებასა და ევროკავშირს. ქართულ ოცნება აშკარად ჩანს რომ ქართულ ოცნება ტემპერატურას წევს, რათა გარანტირებულად მიიღოს ბოიკოტი და გარანტირებულად ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი 4 პარტიიდან 4 პოლიტიკური ძალა რომელიც გადალახა ბარიერი 2 მონაწილეობს არჩევნებში და 2 არ მონაწილეობს. ეს 8 და 9 და ეს ღაპრებია. 2-მა გადალახა და 2 მონაწილეობს არის ნაციონალური მოძრაობა და ახლები და იქ ვინ შეერწყა ეს სხვა თემა არის, ეს მათი საქმეა. 2 მონაწილე, ნახევარი მონაწილეობს, ნახევარი არ მონაწილეობს. ეს замშოლოვანია ქართულ ოცნებისთვის. თუ მან მოახერხა და დარწმუნდა რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ეს ერთობა მართლა არ მონაწილეობს არჩევნებში, ეს გამოჩნდება სადღაც აგვისტოს ბოლოსთვის ალბათ, როცა უკვე რეალურად მიადგებიან, მაშინ მე მგონი შეიძლება არჩევნებამდე გარკვეული ნაწილი გამოუშვან პატიმრების და პირველში ალბათ ახალგაზრდები, მაგრამ მანამდე ტემპერატურას აწევენ, მაგრამ საზოგადო მოიქცევიან, საშლად გაასამართლებენ, მნიშვნელოვან წლებსაც მისცემენ, სასჯელად, მაგრამ მე გამოვა ეს დე-ფაქტო პრეზიდენტი და ამას ყველაფერს შეწყალებით განახორციელებს. იმ პოზიციაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიუხედავად, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ეს დღეს არის სწორი გამოსავალი და თქვენთანაც ხონდა იმ დღეს ხონდა საუბარი თქვენთან სწორედ რომ იქ არსად არ წერია რომ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ეს ძალიან ცუდი ინტერპრეტაციაა, სამართლიანი ინტერპრეტაცია. იქ წერია გაფრთხილება, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებს გამოიყენებს თავის სასარგებლოდ ფრთხილად იყავი. დაახლოებით ევროკავშირის რეზოლუციას რომ მიიღო რეზოლუცია უკრაინის მიმართ რომ უკრაინელებო რუსეთმა შეიძინეს ეს იარაღი, რუსეთი ჩააგდეს მოლაპარაკებებს. მაგრამ ეს არ არის მოწოდება, რომ უკრაინელებო არ დანებდით. ეს გაფრთხილება არის. ხო, გაფრთხილება ბატონ პაატა, რამდენად აქვს ლელოს გახარიას პარტიას იმის რესურსი, რომ რისკები ქართულმა ოცნებამ ეს არჩევნები სათავისოდ არ გამოიყენოს, გადააზღვიოს. ქართული ოცნება ამ არჩევნებს სათავისოდ ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებს. ჩვენ გვაქვს არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. ყველაზე კარგი იქნებოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს იქნებოდა კარგი. ცუდი არის რომ ნაწილი ღებულობს და ნაწილი არ ღებულობს და უარესი იქნებოდა რომ არავის არ მიიღო. მაშინ სუფთა მოედანზე გაიმარჯვებდა ქართული ოცნება. ანუ ყოჩახ ლელო და გახარიას პარტია რომ მაინც მიდიან ასე პრინციპულ არჩევნებზე, მაინც არ ნებდებიან და არ ჩამოეკიდენ როგორც ლოკომოტივს ნაციონალურ მოძრაობას, რათა ეს თავის გაინადგურონ და საქართველოს განადგურონ. ჩვენ ვნახავთ 28 წლისთვის რომ ლელო და გახარიას პარტიები იქნებიან წარმატებული პარტიები უკვე საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით. კარგი. სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა რომ შევეხოთ და ამჯერად საგამოძიებო სამსახურების გააქტიურება. გუშინ წინ გავიგეთ რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ბიზნესმენ
ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში, გუშინ საღამოს კი გავიგეთ, რომ პროკურატურა შევიდა მთავარი არხის შენობაში, გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფარგლებს. ეხლა არ ვიცი ამ ორ ამბავზე ერთ კონტექსტში რამდენად უნდა გისვამდეთ კითხვას, თუმცა მოდით მაინც ერთად გკითხავთ, რას უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებასთან, ასე ვთქვათ, დაახლოებული ბიზნესმენის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა, დოკუმენტაციების შესწავლა და მეორე მხრივ რა მიზანი უნდა გქონდეს უკვე მთავარ არხში შესვლას. ორიძანს მე არ მაქვს ამაზე ზუსტი პასუხი, ნამდვილად შეიძლება სხვა მოუკეთებად იციან, მაგრამ აშკარჩას ეს არის დაახლოებით არა გაგზელება, მაგრამ იმ ისაკითხი, რაც არის, ქვია, ფულის მითვისებაზე და ამის გამო გარკვეულწილად ეგზეკუციაზე, რომელიც მიმდინარეობს, ქვია, ამ ბოლოებში ბაჩიაშვილის საქმე, რომელიც კერძო ფულს ეხება და არ ეხება სახელმწიფოს ბიუჯეტს, მაგალითად ეს იგივე აჭარის თორნიკე რიჟვაძე, რომეო მიქაუტაძე. სხვადასხვა საქმეებია, მაგრამ ეხლა კარგად დაიყარა ესენი მაგიდაზე და სხვებმა ჭკუა ისწავლონ. ქართულ ოცნების სხვა წევრებმა თუ რა სახელმწიფოში ცხოვრობენ, რა რეჟიმში ცხოვრობენ და როგორ მოუწევთ პასუხისგება. მე მაინც გონია რომ ეხლა დარტყმა გახორციელდა იმ ქართულ ოცნების მომხრეების მიმართ, რომლებაც რაღაც ფული, რაც მათ არ ეკუთვნოდათ, ჯიბეში გაუშვეს. არა ჭყალებში პარტიის ინტერესებში, არამედ და რიჟვაძე დარწმუნებული ეს ასეთი ივანიშვილმა ფოცების, მათ შორის ფავორიტი ბიზნესმენების გაპარსვა დაიწყო ასეთია ნაციონალურ მოძრაობაში. ხო, აი ეს ზუსტად ეს მინდოდა. მე კითხა, გაპარსვა ეს არის, თქვათ, შექმნილი სურათის ზუსტი შეფასება თუ გადაჭარბებული? კაცოლებაში უფრო დიდი ბობოლა ბიზნესმენები არიან, ვინც გაპარსვას უფრო იქნებოდა მომგებიანი პარტიისთვის. აქ ლაპარაკია, რომ ვინც რამე ფული შემთხვევით ან შეგნებულად სახში წაიღო, უკან დააბრუნოს. ეს არის გაფრთხილება, ამიტომ ეს მთელი ეს ტალღა ბაჩიაშვილის თქოს ამოვარდნილია, მაგრამ მაინც აგზეს, იმიტომ რომ მან ივანიშვილის ფული ივანიშვილის გაგებით წაიღო და მიითვისა და დანარჩენი ყველა არის სახელმწიფო ფული, რომელიც პარტიას უნდა მოხმარებოდა, თქვენ რაღაცა ჩათვალეთ, რომ თუ სახელმწიფოს არ ხმარდება, შეიძლება სახში წაიღო, ნუ რას უკაცრავ, დააბრუნე უკვე არჩევნები მოდიძა, არჩევნებს უჭირდება ჩვენ ეს ფული. ამიტომ ეს არ არის გაპარსვა, ეს არ არის ფულის აკრეფა, ეს არის ის ფული გაუჭირდა ივანიშვილს. ეს არის ის რომ ის არ პატიობს ხოლმე ღორობას, წუწკობას და იმას რომ შეიძლება თუ ფული სადღაც გდია უადგილზე, მაგიდაზე თუ იატაკზე, მოდი ავიღებ და ჯიბეში ჩავიდე. ყველას ხედავთ. ყველას შეიძლება ვერ ხედავენ, მაგრამ ძალიან კაცი გაფრთხილება დანარჩენებისათვის, რომ უკან დააბრუნოთ ეს ფული, რაც პარტიას ჭირდება. ბატონო პატა, თქვენც ახსენეთ თორნიკე რიჟვაძე და აი მის кейზეც დაგისვავთ კიდევ ერთ კითხვას. კითხვები გააჩინა ჯერ ირაკლი კობახიძის, შემდეგ უკვე მამუკა მდინარაძის განცხადება მიმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს, რომლებიც რიჟვაძის და ოცნების გუნდის დაპირისპირებაზე საუბრობენ, კონკრეტული პირები აფინანსებენ მდინარაძემ. გუშინ ქართული ოცნებიდან წასულ ადამიანებზე მიანიშნა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეჭვები გუნდიდან წასულ ყველა ადამიანს არ შეეხება. აი რა ხდება, როგორ ფიქრობთ ქართულ ოცნებაში დარჩენილებსა და ქართული ოცნებიდან წასულებს შორის და არ ვიცი, ვინ უნდა ყავდეს თქვენი აზრით მხედველობაში ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, როდესაც ისრებს ყოფილებისკენ ისვრიან. არა, ვიღაცები ეყოლებათ, რა თქმა უნდა და ამათ მარჩილობა ძალიან ცორს და გიყვას, როგორ თავში თქვი, სიტყვები უნდა გამოარჩიოთ საქმეებისაგან და საქმეებზე ვილაპარაკო და არ სიტყვებზე. ეს ისედაც წინას ვიდრე არ მოდის არჩევნები, ყველაფერი არის წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში. ძალიან ცუდი რამე მოუვიდა ქართულ ოცნებას რიჟვაძის ქცევით, ანუ თვითმკვლელობის მცდელობით. ხო, დიახ, ამიტომ ეს არის ძალიან ცუდად აღიბეჭდა ქართულ ოცნების ამორჩეველზე. აი რა რეჟიმთან გვაქვს საქმე და ყველა ეუბნება, ყველა ოპონენტი ეუბნება, ხალხო ვისაუბროთ, ხმას ხო ხედავთ, მალე თქვენ მოგიკაკუნებენ კარზე. ეს ძალიან ცუდი შეტყობინებაა მათი ამორჩევლისათვის. ამიტომ დინარაძის გამოსვლა არის ტიპიური პიარი, დემაგოგია, ფარისეულობა არაფერს საერთო რეალობასთან არ აქვს. შეიძლება აქ რეალობას, მაგრამ ამას ვერ შევამოწმებ ჩვენ. თავარი არის ის, რომ მას უნდა დაამშვიდოს თავისი ამორჩეველი. რომ ყველაფერი წესრიგშია, ეს ჩვენგან წასულმა ხალხმა სხაპრები მოიგონეს. თუმცა თვითმკვლელობა არ არის გიოლის საქმე. თან წერილი კიდე. წერილი დაწერილია თუ მან დაწერა თუ დაუწერეს, ფაქტია, რომ წერილი არის მინიშნება იმაზე, რომ რაღაცა დააშავა რიჟვაძემ და ბოდიშს იხდის და არ უნდა რომ სხვაზე გავრცელდეს ეს პასუხისმგებლობა და მან ის თავისთავად წერილი ცენტრალური ღერძი ეს არის, რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე. რაში ხარ დამნაშავე? მაშინ თქვი ბოლომდე. ანუ ამიტომ უნდა გადარჩეს რიჟვაძე. მე არა ვარ, არ თანაუგზობ მას, როცა მიდიხარ კორუფციაში, კარგად უნდა იცოდე რა ბედი გელის. თელ ჩემს ცხოვრებას უკვე კორუფციას გვერდით სულიდი, შევნაც დროსაც, სააკაშვილის დროსაც და ივანიშვილის დროსაც. ნაკლებად შანსები იყო, მაგრამ როცა ციხეებში მუშაობდი, სააკაშვილის დროს მშვენიერი პირობები იყო, რომ
ჩავრჩობილიყავი კორუფციაში, მაგრამ ერთი თეთრი არ მიღია. როგორც კი უნდა იცოდე, როგორც კი შეფეხი გადაგიცდება, უკვე სხვა ისტორიაში ხვდები, უკვე სხვა სამყაროში ხვდები და მე იქაური წესები მოქმედებს. ამიტომ რიჟვაძის მიმართ არ მაქვს თანაგზობა, მაგრამ მინდა გადარჩეს ცოცხალი, რათა მე ხმა მოიღოს და თქვა სიმართლე რა მოვიდა, როგორ მოვიდა, ან რატო დაწერა, ან რატო დაუწერეს ის წერილი და ასე შემდეგ. ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალისთვის. კეთილი, ბატონ პაატა, კიდევ ერთ ინფორმაციაზე მინდა გკითხოთ, ამჯერად ცოტა განსხვავებულ საკითხზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, უბრალოდ რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ბლოკავს სომხურ ტვირთებს, მათ შორის გაზ პროდუქტებს და ცალკეულმა მედია საშუალებამ ფოტო და ვიდეო მასალაც კი გავრცელა, რომელიც ასახავს როგორ დგანან, ასე ვთქვათ, საბაჟო გამშვებულზე გაზ პროდუქტებით დატვირთული ავტომობილები, თუმცა აი შემოსავლების სამსახური ავრცელებს საპასუხო განცხადებას, აღნიშნული ინფორმაცია სრულ სიცრუეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები არ ასახავს ყაზბეგის პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას. მებაჟე ოფიცრები კი სრულ მზადყოფნაში არიან 24 საათიან რეჟიმში სწრაფად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე სუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურებიო, ამბობს შემოსავლების სამსახური. რომელი ინფორმაციის გჯერათ, რატომ შეიძლება საქართველოს ინტერესებში შედიოდეს სომხური ტვირთების დაბლოკვა, თუ ამ ინფორმაციის უკან ხედავთ არა უშუალოდ საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებს? ასე სწორედ მასე ვხედავ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტვირთები ტრანზიტით არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსთან. თუ ტვირთი არის შეფუთული ნორმალურად, კანონში საერთაშორისო კანონმდებლობით, საქართველოს მას ატარებს და ეს ხდებოდა წლები და წლები და წლებია. მით უმეტეს სომხეთის ტვირთებს უნდა ჩვენ ყოველთვის გქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება. და სომხეთი სასიცოცხლო გზა არის საქართველოს სომხეთისთვის. ამიტომ მნიშვნელობა აქვს ამას. და უცებ ბოლო პერიოდში წამოვიდა უცნაურობები. ტვირთი, რომელიც შენ არ გეკუთვნის, მაგალითად კონიაკი, სომხური კონიაკი, ცნობილი ტვირთის არის, რა ქვია, საქონელი და მიდის რუსეთში, როგორც წესი, რუსეთს უცებ დაიწყო ამ ტვირთმა გაჩერება და ხარისხის შემოწმება. რა შენი საქმეა კონიაკის ხარისხი, როცა შენთან არ შემოდის? ეს გადის თან ვერც ერთი გაყალბება არ დასურეს და საბოლოო ჯამში მაინც გაატარეს, მაგრამ აიწია ფასები კონიაკის, ბევრი პრობლემები შეიქმნა და ასე შემდეგ. ან გაზი, რომელიც შენ არ გეკუთვნის, შემოდის, რა ქვია, და უნდა გავიდეს სომხეთში. ანუ რა შენი საქმეა? რატო აკეთებ ამას? ერთადერთი უცებ გავიხსენოთ, რომ დღეს აი ამ წუთში სწორედ მძაფრდება და მძაფრდება გუში კიდე რუსეთის დუმის წარმომადგენლება კაცი განცხადებები გააკეთეს სომხეთის წინააღმდეგ, იძაბება და იძაბება ვითარება რუსეთსა და სომხეთს შორის. და რუსეთი პირდაპირ, იმიტომ რომ პრორუსული ძალები ყავს რუსეთის იმაში, სომხეთში. არ უნდა ამ ძალების ამ დასუსტება, აი რუსეთი როგორ გვექცევა ჩვენ. და ამიტომ მაქსიმალურად სხვების ხელებით მოახერხოს სომხეთის მოგუდვა, აგზნობინოს, რომ ჩვენ კარგად მოიქეცი მან, თორე უარესი გექნება და ეს სხვისი ხელები არის საქართველოს სამწუხარო და საუბედუროდ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მართლა მეგობრობა სომეხ ერთან და ეს ერთად მოვდივართ, უამრავი ჭირო არამი ერთად გაგვიტარებია და გადაგულახია. ამ დროს რუსეთის იმპერიის წინაშე ვართ იმპერიის ხელთათმანები. იმპერია თავის ხელებს წამოგვასვა საქართველოს და ჩვენ ვახშობ დღეს სომხურ ეკონომიკას. ყოველდღიური და მორალურია. მე მგონი რომ რუსეთის ხელის ფათურს ხედავთ აი სომხეთთან დაკავშირებულ საკითხზე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ უკვე იმასთან დაკავშირებით, რას შეიძლება ფიქრობდეს რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღეს არსებულ ურთიერთობებზე და ვხედავთ, რომ შედარებით ნორმალიზებისკენ მიდის, ხო, ეს ურთიერთობები. აი ნახავდით ალბათ იმ კადრებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის საუბარს ასახავს, ისე როგორც ამ კადრებში ჩანს პუტინის არათუ ასე ვთქვათ ხო, ჩანს გაბრაზებული, შეიძლება ითქვას გაბრაზებული კი ბატონო ეჭვიანი პუტინი და მოკლედ მისი არც თუ ისე სასიამოვნო გამომეტყველება აი იმ კადრთან მიმართებაში, რასაც ქვია ალიევსა და ფაშინიანს შორის საუბარი. რამდენად, არ ვიცი ხა რამდენად ავთენტურია ეს კადრები, თუმცა აი თუ კი ავთენტურია, მართლაც რა ჩანს ამ კადრებიდან? თუ ავთენტურია ჩანს, რომ აშკარად ამ კადრებიც არა საჭირო, ყველანაირად ჩანს, რომ რუსეთი ჩახსნილია კავკასიიდან. მარტო საქართველოს არის დღეს საყრდენი წერტილი რუსეთისთვის. აზერბაიჯანმა მკაფიო ცალსახად უკვე გააცნობიერა რუსეთთან ურთიერთობები, გახსნა თუ შეიძლება ასე ითქვას და აგზნობინა, რომ აზერბაიჯანისთვის არ არის მისაღები რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ თანამშრომლობა უნდა იყოს მხოლოდ თანასწორი და არა პატრონყმული, როგორც ამდენ ხანს იყო რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების შორის, როგორც არის დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის. და სამხრეთი ჯერ კიდე ამ რეჟიმში არის რუსეთთან. ამ ფონზე აზერბაიჯანმა მკაფიოდ გაუხსნა თუ შეიძლება ასე თქვა სიტუაცია რუსეთს, აუხსნა და მიანიშნა მისი ადგილი.
რუსეთის ადგილი აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. სომხეთი ამას ცდილობს და ყველა ის ქვია ზანგეზურის გზის გახსნა, რომელიც ახლა ამერიკელები ჩაერთვენ და რუსეთი საერთოდ არ მოიხსენება. აბუ-დაბიში ჩატარდა შეხვედრა, არაფერი საერთოდ რუსეთთან ამას არ აქვს. ყველანაირად ჩანს, როგორ დისტანცირებს როგორც ერევანი, ისე ბაქო რუსეთისგან. რა თქმა უნდა, ამაზე რუსეთი გამწარებულია ყოველგვარი ამ კადრების გარეშეც ჩანს აშკარად და პუტინის ხელის ბიჭები, როგორ კალაშნიკოვმა თქვა გააკეთა განცხადება გუშინ, პაშინიანები მოდიან და მიდიან. და რაღაც მინიშნებები გააკეთა. ანუ აშკარად რუსეთი ცდილობს, რომ ჯერ კიდევ ნახოთ ვის შერჩა ევროკავშირის როგორც უნდა პაშინიანს და ასე შემდეგ. თანაც გვარზე არის ხაზგასმა, როცა სომეხი ერის მოტნის არის მოთხოვნილება მეტად დაუახლოვდნენ ევროპას და მეტად დაშორდნენ რუსეთს. ამ ფონზე ბუნებრივია რუსეთი გამწარებული იქნება. მართლა ის კადრები პირველ რიგში უყურებ, ისე არის დამონტაჟებული, რომ აშკარად პაშინიანი და ალიევი მართლა გულახდილად საუბრობენ ერთმანეთთან, მაგრამ რამდენად პუტინის მზერა ეკუთვნის აი ამ საუბარს ეს უკვე თქვენია ჟურნალისტების და სპეციალისტების საქმე, მაგრამ თუ კარგადაა და თუ დამონტაჟებულია, კარგადაა დამონტაჟებული, მაგრამ ფაქტია, რომ კარგად ასახავს იმ რეალობას, რაც სინამდვილეში არის. ბატონო, რადგან გავწდით საქართველოს კიდევ რამდენიმე კითხვა და დავსვათ მსოფლიო ზოგად პოლიტიკურ პროცესებზე და ამჯერად უკვე უკრაინა და ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი კაბინეტი წარადგინა, მათ შორის იცვლება პრემიერი დენის შმიგალი, რომელიც ახლა უკვე თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას. აი როგორ ფიქრობთ, რატომ ჩათვალა უკრაინის პრეზიდენტმა, რომ ახლა მინისტრთა კაბინეტის განახლება იყო საჭირო? ხო, ეს არა ვარ უკრაინის მე ყოველთვის მაინტერესებს უკრაინის გეოპოლიტიკური კონტექსტი, ურთიერთობები რუსეთთან და ევროპაში და ომის პერიპეტიები. შიდა პრობლემები ნამდვილად არ ვიცი, მე მგონი რომ ეს მხოლოდ ახლა ჩემს მოსაზრებას გეტყვი, ჯერ არ წამიკითხავს ანალიზები არანაირი და ამიტომ ვერ თავსვით ჩემ თავს კომპეტენტურად. ერთადერთი რაც შეიძლება თქვა, რომ ყველა ცვლილებები აშკარად უკრაინის და ევროკავშირის სასარგებლოთაა. კაფიოდ გამოიკვეთა ევროკავშირის და პლუს ბრიტანეთი, ევროკავშირის პლუს ბრიტანეთის აბსოლუტური გულხურვალე მხარდაჭერა უკრაინისთვის. რაც არ ჩანს ამერიკაში, ჩანს აშკარად თამაში. ახლა ამ ბოლო დროს ტრამპი კაფიოდ გამოიკვეთა უკრაინის სასარგებლოდ, მაგრამ თუ რამე მდგრადობაზე შეიძლება იყოს ტრამპთან საუბარი, ტრამპის ერთადერთი მდგრადი პოზიცია არის მისი არამდგრადობა. ანუ ვერ გაიგებ ხოლმე როგორ მოიქცევა და დღეს იქცევა კარგად, და ვერ გაიგებ ხოლმე როგორ მოიქცევა და დღეს იქცევა ცუდად მაგალითად. მაგრამ ტრამპი არის ამერიკელი, ტიპური ამერიკელი, მას იცავს ორი დიდი ლამაზი ოკეანე და არავითარი შეცდომა ამერიკას არ მოდის ცხოვრებაში არასდროს. ანუ მისი ლოზუნგი არა ცოდნა ძალაა. ცოდნა არ ჭირდება მას. მისთვის თავარია რომ ამერიკა ძალაა. და ამერიკა თუ ძალაა, მე რაც უნდა შეცდომა დაუშვა, პრობლემა არის. აი ამ ფონზე მე მგონი რომ უკრაინამ დაიწყო უფრო მეტად გადალაგება, სისტემური გადალაგება ევროკავშირის სასარგებლო და ისეთი პოლიტიკოსები გამოყავს წინა პლანზე, რომელიც ევროპასთან უფრო მეტი მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ. იმიტომ რომ ტრამპის პოზიციას რაც შეეხება ბატონ პარტა, აი თითქოს ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს მართლაც ტრამპის მიერ ღიად გაკეთებული განცხადებებიდან გაამკაცრა მან ტონი რუსეთის და ვლადიმერ პუტინის. განცხადება ისედაც ჯერ. ხო, განცხადების დონეზე კი ბატონო, ამბობს რომ იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინით, ისე როგორც ამბობს, რომ პატრიოტების სისტემის რაკეტები გაუგზავნა უკრაინას და ეს რაკეტები უკვე გზაში იყო და მეტიც ამბობს, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდება, ის 100%-ამდე ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს. აი თქვენ კი თქვით, რომ ტრამპი არაპროგნოზირებადია, თუმცა აი თუნდაც დროებით, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ტრამპში, რის გამოც ის დღეის მდგომარეობით უფრო უკრაინისკენ, უკრაინის სასარგებლოდ პოზიციონირებს. თუ ხალ ტრამპ თავის პრინციპები აქვს. ეს პრინციპები არ ეყრდნობა ცოდნას. ეს პრინციპები ეყრდნობა მის გამოცდილებას ხოლმე და არაცოდნას. მასი გამოცდილება არის ბიზნესი. ბიზნესში როცა ხარ მდიდარი და წარმატებული, შეგიძლია მეც მიაღწიო და ის მას ჰქონდა გამოცდილება იმისა, რომ საჭიროა მოითმინოს მაქსიმალური პირობები მისცეს პუტინს, რათა მაქსიმალურად შემდეგ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. ტრამპი არ არის პრორუსი, ეს ზღაპარი არ ერთხელ მtkავს თქვენთან და ყოსვაუდი. ის არის პროამერიკელი, კაფიოდ ჩამოყალიბებული კონსერვატორი, იზოლაციონისტი ამერიკელი. აი მონროს კონცეფციის გამტარებელი, რომელიც მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. პოზიციონირებს იმის მიხედვით რა აწყობს ამერიკას. ამერიკა, რა თქმა უნდა, არა და მის ოჯახსაც კი, სხვათა შორის, მაგრამ პირველ რიგში ამერიკას ეს ორი აზრი არსებობს და მისთვის მიუღებ თანაც ამავე დროს ეს ეთამაშება ქრისტიანულ რაღაც ღირებულებებს და მისთვის
ადამიანების ხოცვა არაფრის გამო და მას არ ეცემს რატომ უნდა იხოცებოდეს ამდენი ადამიანი ფრონტის ხაზზე, ან თუ გინდა უკრაინის მხრიდან, ან თუ გინდა რუსეთის მხრიდან. ამაში არის. ამ ფონზე ბუნებრივია ტრამპმა მე ძალიან ცუდ მენიშნა 50 დღე. ხო, აი ამ 50 დღიან ულტიმატუმზე ჩაგეკითხებით, აგერ სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ რა მოხდება 51 დღეს, ვურჩევდი აიათოლას დაურეკონა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდება 51 დამბობა არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სიმკაცრე ირანის მიმართ, როგორც განახორციელა. აიათოლებსაც დაუყენა, თუ არ ვცდები ორთვიანი დაუყენა მაშინ 60 დღე დაუდგინა ტრამპმა, რომ უთხრა რომ 60 დღეში თუ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ჯოჯოხეთი, თქვია, მონაგონი იქნება. შეიძლება ჯოჯოხეთი ელოდებოდეს რუსეთს ამერიკის მხრიდან. არა, ეს იქნება სანქციები, აი ეს 100%-იანი ტარიფები იქნება, ამას მეტზე არ წავა, მაგრამ რა არის 50 დღე? ტრამპი ყოველთვის აზროვნებს ორკვირიან პაუზაში, დიაპაზონში, ორკვირიანში. უცებ 50 დღე. 50 დღის თავზე სრულდება ზაფხული. მე ღრმა წავს დაახლოებით ამ ტიპის რაღაცა საუბარი, ტრამპს არაერთხელ ვლაპარაკე პირდაპირაც საჯაროდ, რომ ქვია, როგორ შეიძლება რუსეთმა აიღოს ის, რაც არ უკავია. ტრამპი ძალიან ესეთი იმპერიალისტური ხედვა აქვს, რაც შენია, რაც შენი არ არის. მიწას აკონტროლებ, შენი იყოს. ყირიმი დაუთმო, სიტყვიერად უთხრა რომ ყირიმზე ბზათავარ ასე შემდეგ. დონბასში რაც აღებული გაქვს შენი იყოს. არა, უცებ პუტინმა გამოავლინა ღორობა და თქვა არა, მე მინდა ისაც კონსტიტუციაში გიწერია. ტრამპ ასე გააკეთა საჯარო განცხადება, რომ თექ ხალხზე რა წერიეს მნიშვნელობა არა, მიწაზე რა ხდება, ამას აქვს მნიშვნელობა. და მე დარწმუნებული ვარ, ბოლო ტელეფონით საუბრის დროს პუტინმა უთხრა, ცირა, რა კი ასეთი პრინციპული ხარ და მიყენე პირობას მიწაზე. მომეცი დრო და მე განახვებ რომ ქვია რაც იქნება 50 დღე, რაც იქნება ზაფხულის შემდეგ, აი მე იმაზე ვილაპარაკო. მე მგონი რომ ტრამპმა ამ 50 დღე ჩემი აზრია გაუგორა კოჭი პუტინს. კაი, თუმცა ბიჭური რაღაც ქუჩური გარიგება. კაი, ხო ამბობ 50 დღეში რაღაცას მიაღწევ. დაველოდები მე ჩვენე რა შეგიძლია. აი მე ვნახოთ უკვე რა გამოგება. ამიტომ ეს დანარჩენი მუქარებიც, აეტოლების მე ყველაფერი ეს უკვე ამის შემდეგ. აი ვნახოთ რა ბიჭი ხარ შენ და რის ამკეთებელი. გასაგებია ბატონ პაატა. ბოლოს უკვე ისრაელ-სირიას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებსაც გამოეხმაუროთ. სირიის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ომის არ ეშინიათ, თუმცა ამავე დროს მიესალმებიან საომარი მოქმედებების შეწყვეტის პროცესში და აი ამ საქმეში, ამ საკითხში შეერთებული შტატების ჩარევას და ჩართულობას, რომელსაც თავის მხრივ, როგორც ამერიკის ხელისუფლებაში კეთდება განცხადებები, ორივე მხარესთან აქვს კონტაქტი და კომუნიკაცია. აი რა პირი უჩანს და უკვე ამ ომთან მიმართებაში როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას? არა, ძალიან უფრო რთულია ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ ნამდვილად. აქ თურქეთი ჩართულია უკვე და ამერიკას არ შეუძლია ცალსახად რომელი მხარე დაიჭიროს. როცა ქვია ბაშარ ასადი იქნა გასტუმრებული, ითქვა რომ ყველაზე დიდი მარცხი განიცადა ირანმა, მართლესია და მარცხი განიცადა რუსეთმა. მაგრამ რაღაცას ამბობდნენ რომ ისრაელი წარმატებას მიაღწია. მე კატეგორიულად ვამბობ, ყოველთვის ვამბობდი, რომ ნომერ პირველი დამარცხებული არის ირანი, ნომერ მეორე დამარცხებული არის რუსეთი, ნომერ მესამე დამარცხებული არის ისრაელი. იმიტომ რომ იქ კი გავიდა ირანი თავის ანტიისრაელის განწყობით, მაგრამ ისლამში არსებული ანტიისრაელი განწყობები გადავიდა უკვე იმაზე ალ-შარაზე, რომელიც აქვია ძალიან კაფიოდ გამოკვეთილი ისლამისტური ხედვები გააჩნია და აშკარად ვერ იტავს თქვა ვიტყოდი ასე არა ისლამურ დაჯგუფებებს, რომელიც არის სირიაში. დრუზები იქნება, ალავიტები იქნებიან, ისლამისტები კი არის, ისლამური ჯგუფები კია, მაგრამ ქრისტიანებზე იყოს, მაგრამ ვინც არ არიან სუფთა სუნიტური თუ შეიძლება ასე ითქვას ისლამური რაღაც ერთობა და თუ არა არ ეწერებიან ბოლომდე სირიის ნაციის კონცეფციაში. ამ ფონზე მე მგონი რომ ისრაელს მეტი სიფრთხილე ჭირდება. აშკარად ჩანს ხა დრუზების დიდი ნაწილი ცხოვრობს ისრაელში და წარმატებული თქვათ ასე ხალხი არიან. და დრუზების დიდი ნაწილი ცხოვრობს უკვე სირიის ნაწილზე. დღეს ახდება, დღეს ისრაელის დრუზები გადადიან სირიის ტერიტორიაზე. ნეთანიაჰუმ კი მოუწოდა რომ არ გადახვიდეთო, მაგრამ ერთი არის მოწოდება, ისევ სიტყვა ერთია და საქმე მეორეა. მაგრამ აშკარად ჩანს რომ დრუზებმა რაღაცა გარკვეული მობილიზაცია გამოაცხადეს და ამას ეწინააღმდეგება დღეს ქვია სირიის დღევანდელი ხელისუფლება არც ერთი მხარე მართალი არაა. არც სირია არა მართალი, როცა თავის უმცირესობებს ვერ უგებს
და მაქსიმალურად უნდა მათი ნების გადატეხვა და ჩართონ ამდენ წლების განმავლობაში იყვნენ მობილიზებული, იყვნენ მილიტარიზებული ჯგუფები, დრუზები, ალავიტები, უამრავი ხალხი, რომელიც შეერაღებულებია, ხურთები, შეერაღებულები არიან, უცებ უნდა ერთ დღეში განაიარაღოს. ეს ერთი, ამ გაკეთება არ შეუძლია და მეორე, ისრაელს არ შეუძლია რომ აიტანოს ანტიისრაელის ძალების გაძლიერება სირიაში. ამიტომ წინსრება დაიწყო დამასკოს დაბომბვა. მე მგონია რომ ძალიან დიდი შეცდომა ისრაელის მხრიდან. მადლობა ბატონ პაატა, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ისე გლობალურ პოლიტიკურ აქტუალურ საკითხებზე დღეს დაგემშვიდობებით პაატა ზაქარიაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვაკვირდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი მარიკა არევაძე ამჯერად ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ მარიკა და მადლობა რომ შემოგვიერთით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ მარიკა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ამ დროისთვის აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს დავუთმოთ გადაცემის ამ ნაწილსაც, თუმცა ვიდრე სხვა თემებზე ვისაუბრებთ, თქვენი კოალიციის სამი ლიდერია დაპატიმრებული, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, ამიტომ პირველ რიგში სწორედ თქვენს კოალიციაზე მინდა გითხოთ, აი როგორ მიდის საქმეები, როგორ ხართ და როგორ მუშაობთ ლიდერების გარეშე, ეს გითხარით, რამდენად შეიცვალა პარტიული და კოალიციური ყოველდღიურობა მას შემდეგ, რაც ეს სამეული, რომელიც ჩამოთვალეთ თქვენი პარტიის, თქვენი კოალიციის სამი ლიდერი, დამნაშავე ცნო სასამართლომ და რუსთავის საპატიმროში, ასე ვთქვათ, გამოკეტეს. კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ნამდვილად ჩვენზე განსაკუთრებით ხორციელდება, ასე ვთქვათ, ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც რეჟიმმა დაიწყო უკვე პოლიტიკოსებთან მიმართებით. ჯერ იყო ზურაბ ჯაფარიძის დაკავება, ეგრეთ წოდებული წინასწარი პატიმრობის ფარგლებში, შემდგომ უკვე ნიკა მელიას უკანონო გატაცება და შემდგომ ასევე წინასწარი პატიმრობის ფარგლებში ჯერ ნიკა გვარამიას დაკავება და სამივე მათგანის დაკავება უკავშირდება სწორედ პოლიტიკურ რეპრესიებს, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალი, რომელიც ფარგლებშიც დღეს უკვე გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს სამივე მათგანთან მიმართებით და ეს ეხება არალეგიტიმური პარლამენტის რაღაც არარსებული ეგრეთ წოდებული წულუყიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს ინსტიტუცია ამ წუთას არის არალეგიტიმური და შესაბამისად ვერც კომისია ვერ იარსებებდა, ასევე იურიდიული, სუფთა ფორმალური იურიდიული თვალსაზრისითაც ამ კომისიას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, ანუ იმისა, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, ან მის მოქმედებას რაიმე იურიდიული შედეგი მოყვეს, თუმცა მივიღეთ ის მოცემულობა, რომელიც მივიღეთ შესაძლებლად ამიტომ ფერხდება კოალიციის მუშაობა. ადვოკატები პერიოდულად კი ახერხებენ, რომ გამოიტანონ დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წერილები ციხიდან, თუმცა არა ყოველდღიურად და არა ყველა აქტუალურ საკითხზე, რასაც მიჩვეულნი ვიყავით მათი პოზიციების მოსმენას. კი ბატონო, ეხლა რომ გადავიდეთ როგორ მიმდინარეობს, რამდენად ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებას გამოუვიდა და მიაღწია პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალების მისიას. ქართულ ოცნებას ვერასდროს გამოუვა, მე ამ შემთხვევაში საუბრობ ჩვენი პოლიტიკური კოალიცია ცვლილების სახელით, ვერასდროს გამოუვა ის, რომ ჩვენ გაგვაჩეროს, ან ჩვენ შეგვიყვანოს მათი დღის წესრიგის ფარგლებში, ანუ გაგვაკეთებინოს ის, რაც მას უნდა და ეს გამოიხატება თანამშრომლობაში და ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების შესვლაში. სანამ ამ ნაწილზე გადავიდოდეთ, მანამ ასევე მინდა გავცე უშუალოდ იმ კითხვას პასუხი, რაც თქვენ დამისვით, როგორ მიმდინარეობს მუშაობა. მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მდგომარეობის გათვალისწინებით და იმ პირობებში, რომ სამი ლიდერი ყავს დაკავებული, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტია, კონკრეტულად პარტია ახალი, არის ადამიანებით, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებსაც შეგვიძლია მუშაობა შეუფერხებლად გავაგრძელოთ მათ შორის სტრესულ ვითარებაში და მათ შორის იმ პოლიტიკური რეპრესიების ფარგლებში, რომელსაც ჩვენ განვიცდით. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, ერთგული ჩვენი ღირებულებების და ნამდვილად ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ დადგება გამარჯვება და ასევე ჩვენ გვაქვს გამართული სტრუქტურები, ჩვენ გვაქვს დელეგირებული უფლებამოსილებები და შესაბამისად ციხეში თუ ციხის გარეთ ვმუშაობთ კოორდინირებულად, ერთობლივად და ერთი მიზნისკენ მივდივართ. ზურაბ ჯაფარიძეზეც დაგისვათ ერთ კითხვას და მე უკვე სხვა თემებზე გადავიდეთ. რამდენიმე დღის წინ ის ცოტა ხნით მიიყვანეს დედის პანაშვიდზე და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გია და ზურაბ ჯაფარიძეებს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოუცხადებ. კრიტიკა ახლავს მოკლედ იმ კადრებს, რომელიც ვნახეთ.
ნახეთ, როგორ მიარბენინებენ ხელბორკილებ დადებულ ზურაბ ჯაფარიძეს თითქოს მისი გარეთ ყოფნით საფრთხე ემუქრებოდეს საზოგადოებას. მარტივად გითხავთ, აი თქვენ რა ემოცია დაგიტოვათ ბადრაგის სამსახურის ერთგვარი გაძლიერებული შემადგენლობის თანხლებით ზურაბ ჯაფარიძის გადაადგილებამ და ვიდეომ, რომელიც გავრცელდა. კი არა მარტო ვიდეო, მე უშუალოდ იქ ვიყავი, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე მოიყვანეს დედის პაზანშვიდზე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე კადრები იყო და მეც აქედანაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებ ზურასაც და გიასაც ასე ვთქვათ, დედის გარდაცვალებას და მოზიარე ვარ მათი მწუხარების. ძალიან მძიმე კადრები იყო, კადრები, ანუ ის რაც მე ჩემი თვალით დავინახე, როგორ მოიყვანეს, სულ 20 წუთით გააჩერეს, გაძლიერებული დაცვით მართლაც და ხელბორყილებ დადებული. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კრიმინალთან და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ ეს ყველაფერი ხორციელდება სწორედ იმ რეპრესიების ფარგლებში იმისთვის, რომ ადამიანები მორალურად გაგვტეხონ, გატეხონ უშუალოდ ის ადამიანები, ვინც ყავთ უკანონოდ დაკავებული და ასევე ის ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით გარეთ და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას, მაგრამ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რა ბრძოლაში ვართ შესული, რამდენად გრძელვადიანია ეს, რამდენად მძიმე ბრძოლაა, ვიბრძვით და გავაგრძელებთ, ანუ გაცნობიერებული გვაქვს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მორალურად არის მომენტები, როდესაც სირთულეები დგება, მაგრამ მიზნამდე სანამ არ მივალთ ეს ბრძოლა გაგრძელდება და აქვე მინდა აღვნიშნო ის ოჯახის წევრები ჩვენ შვილებს რას უკეთებენ ხო ეს რეჟიმის წარმომადგენლები რომ როდესაც შვილი მშობელს ვერ ხედავს აბსოლუტურად თუ მიზეზოდ მშობლები იკარგება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მეოთხე პოლიტიკური პატიმარია რომელსაც მშობელი და გარდაეცვალა ხო მანამდე სამი შემთხვევა იყო ასეთი ბოლოს იყო სანდრო ცხადაძის ეუნისე ცხადაძის მამა რომელიც სწორედ ამ ამბავზე გადაყვა ასევე გიორგი ახობაძის დედა რომელიც ერთადერთი მომვლელი გიორგი ახობაძე იყო და ითხოვდა კიდევაც წინასწარი პატიმრობის ანუ აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს რომ მომხდარიყო თუნდაც შინა პატიმრობა და ის არ მოშორდებოდა დედას იმ ოთახს, მაგრამ აი ესე მოაშორეს და გარდაიცვალა კიდევაც ქალბატონი. ეს ყველაფერი არის მძიმე დაღი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერს თავის მხრივ ასევე მოყვება პასუხისმგებლობა იმ პირების, ვინც მთელ ამ უკანონო პროცესში არიან ჩართული. ხო, ყველა ბარიერ გადალახული ოპოზიციური ძალის, ოპოზიციური პარტიის თუ კოალიციის ლიდერი ამ დროისთვის ციხეშია, მინუს გიორგი გახარიასი, რომელმაც ასე ვთქვათ, გაასწრო საზღვარგარეთ და ამ დრომდე უცხოეთში რჩება. ერთი კითხვა გიორგი გახარიასზეც მინდა დაგისვათ, მით უფრო რომ ის ბრიუსელიდან ასეთ განცხადებას აკეთებს კითხვაზე იმის შესახებ აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას. მზად ვარ რომ ოცნებას ასე არ ჩაუბარდე, თუ აქ ვარ ეფექტური, აქ ვიბრძოლებ, თუ იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური, ციხეში ვიბრძოლებ, ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ ამ ადამიანებთან იგულისხმება სწორედ ბრიუსელი და დასავლეთი, ზოგადად დასავლეთი. აი რა გაქვთ სათქმელი გიორგი გახარიასთვის, რამდენად მისაღები და დამაკმაყოფილებელია მისი, ასე ვთქვათ, პოზიცია, რომელსაც ის აფიქსირებს. დღეს ბრძოლის ხაზი გადის აქ საქართველოში და აქ თითოეული ჩვენგანი ვახდენთ ასე ვთქვათ უკომპრომისო ბრძოლას და არ თანამშრომლობას. გიორგი გახარიას გადასაწყვეტია ბუნებრივია საიდან მოახდენს ის ბრძოლის გაგრძელებას და აქ ვერავის ვერ მიუთითებს და ვერ ეტყვის რომ ან ჩამოდი ან ციხეში ჩაჯე არა ყველას აქვს თავისი გზა ბრძოლის მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რა ბრძოლის რომელ გზას გავდივართ. ერთადერთი გზა რომელიც ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს ეს არის ართანამშრომლობის გზა. ეს არის უკომპრომისო ართანამშრომლობის და ბრძოლის გზა, ხო, რომელსაც ვახდენთ 8 პოლიტიკური პარტია, 8 პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც მოვახერხეთ ამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობის გარშემო, მიზნის გარშემო გაერთიანება, საზოგადოებასთან ერთად, რუსთაველის პროტესტის საზოგადოებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რეჟიმის პატიმრებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად და ამ ბრძოლით, ანუ ეს არის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე და ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, რომ სწორედ 19 ივლისს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან მოხდება შეკრება და მსვლელობა პარლამენტისკენ იმისთვის, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლის შესახებ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, დავანახოთ როგორც ქვეყნის შიგნით არალეგიტიმურ ხელისუფლებას და
ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენსთან ერთად იბრძვიან, ანუ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ბოლო რეკომენდაცია და ბოლო წერილი, რომელიც იქნა მიღებული და რომლის ფარგლებშიც, ასე ვთქვათ, დამატებით საფრთხეები შეგვიქმნა ქართულმა ოცნებამ, რადგან სწორედ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენთან დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა არის, აღარ არსებობს კანონის უზენაესობა, ხომ? ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ აღარ ვართ იმ სტანდარტის ქვეყანა, რომელიც ღირსია და იმსახურებს ევროკავშირის წევრ ქვეყნად გახდომას, ხო? და ამ ევროკავშირის წევრობას ახლავს სწორედ ის ბენეფიტები, ის შესაძლებლობები, როგორც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ასევე მატერიალური შედეგები ახლავს ამ ყველაფერს. ვიზა ლიბერალიზაციაზე ემუქრება საფრთხე. ვიზა ლიბერალიზაციას რო საფრთხე ემუქრება, ეს არის სწორედ ქართული ოცნების აი ამ პოლიტიკის მიტაცებული ხელისუფლების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის, დაუსჯელობის, კორუფციის, აი ამ ყველაფრის შედეგი. აი აქამდე მივყავართ ჩვენ ქართულ ოცნებას და ვიზა ლიბერალიზაციას რაც შეეხება ქართულ მარიკა ევროკომისია, როგორც ვთქვით, ქართულ ოცნებას წერილს უგზავნის, რომლითაც აგვისტოს ბოლომდე 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში კი საუბარია სწორედ იმაზე, რომ საქართველოს შეუწყდება უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად, აი საინტერესოა, რა მოლოდინები გაქვთ გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები უკვე მოვისმინეთ ევროკომისიის წერილთან მიმართებაში და მოვისმინეთ განცხადებები, რომ ეს არის ასე ვთქვათ, შანტაჟი საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც მათზე ვერ იმუშავებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ფინალი ექნება, როგორ ფიქრობთ, ქართულ ოცნებასა და ევროკავშირს შორის აი კონფრონტაციულ ფონს, რომელიც ახლა შექმნილი? მოდი დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ საქართველო გახდეს ან ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ცივილიზებულ სამყაროს შეუერთდეს. ეს არის გამორიცხული. მნიშვნელოვანია, რომ ის ცვლილებები, რომლისთვისაც ასე ვიბრძვით, დადგეს რაც შეიძლება მალე, მანამ სანამ ისეთი ნაბიჯები იქნა გადადგმული, რომელიც შეუქცევადად დააზიანებს ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, გამოსწორება ყველაფრის შესაძლებელია, მაგრამ ამ გამოსწორების პროცესში წავა ის წლები, ჩემი, თქვენი, ჩვენი თაობის, ხომ, რომელიც უკან ვეღარ დაბრუნდება, მაშინ როდესაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს წლები გაცილებით განვითარებულ, ცივილურ და გაუმჯობესებულ ქვეყანაში გავატაროთ, ხომ? უვიზო მიმოსვლას რეალური საფრთხე აქვს შექმნილი და რატომ აქვს ეს საფრთხე? იმიტომ რომ ის ტარგეტირებული, ასე ვთქვათ, სანქციები, რომელიც ევროკავშირი აპირებდა და აპირებს რომ დაუწესოს ადამიანის უფლებების მასობრივ რღვევაში მონაწილე პირებს, პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს და ასე შემდგომ, ანუ ამ ადამიანებს აქ ვერ ხდება, ასე ვთქვათ, ვიქტორ ორბანის გამო, რომლებთანაც თანამშრომლობს ქართული ოცნება, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ახდენს დემოკრატიის უკუსვლას, კანონის უზენაესობის რღვევას ჩვენს ქვეყანაში, რაც ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია, მაგრამ სწორედ ამაში ორბანის ხელით უშლის ხელს ქართული ოცნება. ეს იწვევს რას? ეს იწვევს იმას, რომ ევროკავშირი ფიქრობს, რა ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია ქართველი ხალხის დახმარება, ერთი და მეორე. აფასებს ქვეყანას, ხომ, რამდენად შესაძლებელია, რომ ესა თუ ის ქვეყანა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეხლა ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა არ არსებობს, სადაც ადამიანის უფლებებს არ ყვევენ, სადაც შერჩევითი სამართალია, სადაც ადამიანის სამართლიანობას და სამართალს ვერ მიახდენს, სადაც კორუფცია ყვავის, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შესაბამისად ამ ქვეყნის მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რომელიც ევროკავშირის წევრობას ახლავს და ამიტომ ეს ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი ჩვენი პრინციპულობით და ართანამშრომლობით აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ეს ქვეყანა და ეს ბრძოლა გამარჯვებამდე და რაც მალე დადგება ეს შედეგი მით უკეთესია. ამიტომ ყველას 19 მათ შორის 19 ივლისს ველოდებით თესეუს პირველ კორპუსთან, თესეუს ეზოსთან და შემართებით გაუტეხლად გავაგრძელოთ, მივიყვანოთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა ბოლომდე. მადლობა იმისთვის, რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, მემშვიდობებით კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელ მარიკა არევაძეს. დღის ნეოსრომიც ამით დასრულებულია, თუმცა მე მხოლოდ რამდენიმე საათით დაგემშვიდობებით. დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:30-ზე უკვე თავისუფალ სტუდიაში ჩავხდებით ერთმანეთს, ასე რომ დროებით.